თვის. ალო. თქვენ როგორ კლავენ? აგურის თავში ჩართვით, ბატონო. აგურის. ხო. ახალი არაფერი გაიგიათ? რას გაიგებ, სანამ არ გაგაქრობენ. თქვენ რომელი ხართ? მე ისე ვარ. მუცელში დანა რა უნდა გამიყარო? მაინც რა უნდათ, რა შევწოდეთ ამისთანა? ეს ამბავი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზე ანათებს, გული ხარობს და სადღაც გჯერა რომ ადამიანი უკვდავია, გოგონა მიპოვა ბლოკნოტი. ბლოკნოტში ეწერა: ქალაქიდან გასვლამდე ბოლო მოეღოს დანარჩენებსაც. არამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყმით, დავით ხუციშვილი მუცელში დანის გაყრით, საშა კანდელაკი გაიტაცო და უკვალოდ გააკრო. გამოსtildeმა მილიციამ ეს ამბავი რა თქმა უნდა მორიქსის სულელად ჩათვალა, მაგრამ გამოუცდელ გოგონას ასე ფიქრის უფლება არ ჰქონდა. ერთი გზა რჩებოდა, სამი სამართო ბიუროში მისვლა და ამ სამი კაცის მონახვა. 3-ის, ბოდიში და 43-ის. ქალაქში თურმე 10 ყარამან ხუსკივაძე, 14 დავით ხუციშვილი და 19 საშა კანდელაკი ბრძანებულა. ასეა თუ ისე გოგონამ გადასხვიდა ყველა გაეფრთხილელი. შეიძლება. რომლის? ხუთიშვილის. მე გახსნავთ პატრიციული დავით. რა კარგია. იცით თქვენ მგონი სიკვდილიდან. რა? მუცელში დანის გაყრით. ვა. მე რა ამაში კარგი. კარგია რომ გნახეთ. მეც ასე მგონი. რა ქვია? ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რა არ გჯერათ? ნახეთ. ავტობუსში ვიპო. ერთი წუთით. ესე იგი მუცელში დანის გაყრით, არა? დიახ. აგურის თავში ჩართვით არ შეიძლება? უფრო რომანტიულია. რა გეხუმრება? მე მეხუმრება? ერთი წუთით. ექვსი. 12. 6 ნახევარი. მე ვაჭრები. 7. 12. 12 რა ამბავია შეკაიგაცო. 7 ნახევარი იყო. ეგ სახლის პატრონი და მე რა. მილიცია. კარგი ჯანდაბას 8 იყოს. რას მე ვაჭრები? ლოჯის გინდა, ცეჩი გინდა და მუხტა გინდა, ხო? დიდი ახარამა. მოჯი გამხელა იქნება. ხო. სახლშიც იყო ჩვენთან. იცით? ზოგი დამცინის, ზოგი ამბობს რომ შეუძლებელია. არა, ხუსკივაძისათვის შეუძლებელი არაფერი არ არის. რა გინდა? ფინის ყიდვა გინდა, გაყიდვა, თუ გაცვლა, ჰა? არა. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და წაიკითხეთ. არა, ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის შარტყი. ეი. რატომ უნდა მომბლა? რა ვიცი, შეიძლება დაგდევთ ვინმე ან გემტერება. მტერება?
ვინ მენტერება? მიბრძანდით მილიციაში. მილიციას მაგისათვის როგორ შევაძღვე? ლოჯი რამ ხელა იქნება? ლოჯი? რა ლოჯი? არა, ჩვენ შეთანხმდებით. როგორ კაცო, ეხლა არ შევთანხმდით. ფულის თანა მაქვს. დაზე შევთანხმდით. ვაზე? არა, მე გამოიარე. ეხლა გადაღლილი ვარ. მონდეს იმედი. ჩემი იმედი შენ კი არა, მამა ჩემს არ ქონია. ეხლა იმაზე იდეხე თავი, ვინ გაგიდეხს თავს? ღმერთო, რას მერჩი? ერთი ოთახი სამჯერ მოვიდე. თუ იმაში მდები ბრას, ერთი ოჯახი რომუშთა კლუბში რომ შევასახლე, 2 წელი ჩემოდან აბოხრე მიედოდა. რა მექნა აბა? ვიცი სინიკიდან გამოყარა, იმას გეთქო თავში აგური. ასმოდანად იღურე. გისმენ როგორ? ბოდიში, თქვენ გონი სიკვდილი გელით. მე? რა სიზამ ასეთია ჩვენი პროფესორი? არა, ვერ გამიგეთ, მე დანით ციკლზე მოგახსენეთ. ახ, დანით? კი, მაგრამ მე რომ დანებით არ მუშაობ? არა, აი წაიკითხეთ. წაიკითხოთ? ხედავ რა წერია? დავით ხუთიშვილი ეს ჩემზე ლაპარაკი. მოიკლას მუცელში დანის გაყრით, ჰა? შენ რა სიტყვა, ჰა? თავში უნდა ირტყამდა. იშენდა? იცემდა. იცემდა. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოტბარება. იმ ჯოხს გუნდს რომ უქნებ წინ, თავში უნდა იცემდე. შენი კეთილის მსურველი. გამარჯობათ. თავშევით ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ. რა გადავწყვიტეთ? რესხვევით? არა, ბატონო, არა. არ შერეულით. არა. თქვენი ნება? კი, კი. ჩრელო პეპელო. კაპრინადინელა.
ხელი მოვჭრა. ყოველ შემთხვევისათვის ორივე. ნელაში დავახჭოთ. კალმები დავჩხლიტოთ. დავწვათ მისივე წერილებზე. რა მოგიდიდა? სულაც ხო რა ხარ? არაფერია. ხმა მოვსინჯე. ვემარი? თვალები სადაგაკ. როგორ დადიხარ, ეთქლაც იქნება მანქანა გაგიტანს. დილით თითქოს დანით სიგრძის მპირდებოდა. ისე ჩვენში დარჩე საგაჩერება აკრძალულია. ნუ გავჩერდები. დილიდან ამას უტრიალე. ოტოკროსზე გამოდივარ ბიჭო და მე უკანა თვალი რომ ყანყალებდა? როდის ყანყალებდა ბიჭო, რას მეუნება? აბერ ჩიხე. არ ყანყალებს? ხო, არა ბაცო. ესე იგი არ ყანყალებს, ჰა? რა ყანყალებს ბიჭო, არ გადამრიო. აბა კარგად იყავი, კარგად. ყანყალე. ხედავ? სრაფადია. თქვენია? არა, მეზობელმა მოთხოვა. დიდი ხნით? აი ამის თქმა კი ვეღარ მოასწრო. ორდაინ. ოხ, ბოდიშ. ოპა. თქვენთან დავით ხუციშვილი. დიახ, მე გახლავ. ძვირს დაგიჭირეთ, ერთი წუთით. იცით რა? არა, არ ვიცი. თქვენ მგონი მოკლას გიპირებ. ეს როგორ? როგორ და აი ახლავე გეტყვით. დავით ხუციშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. აი დაიგითხეთ, დაიგითხეთ. დაიბადე სამულო ომის წინა წლებში საბჭოთა სოფელი სიმონეთი ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო გავხარი კალი მშენებელი. ვარ უცოლო. ორალლად მტკიცე. არა, გეშლებათ, მე რედაქციიდან არა ვარ. აი ეს ბლოკნოტი ვიპოვე და მოკლედ თქვენ შეიძლება გაგიტაცონ და გაგაქრონ. გამიტაცონ? ბოდიში სულ ამერია. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში. ყარამან ხუსკივაძე მოიკლას თავში აგურის ჩარტყმით. შენ რამდენი წლის აღარ გოგონი გენაცვალე. კვადროს გამოიარეს, კვადროს გოგონი გავარკვიოთ, რაშია საქმე.
ნინა. რა გინაგას? ხომ დილად? სტამბოლის კაჟი და? რა გინდა? რატო არ იქნები რა? სოლი შენაგაც უხებს და შვილი. იცლი ამ კაი ქალებს შახაბაზით? კაი ერთი და. ჯეზოი შტერი კი არა ხარ, შტერი. რატო? მამიკო! მოვდივარ. ისე. იმ ქალების ნათესავი რო იყო. მე რა მომკლავდი ბიჭო? ოფას გიტირებდი. დანი აქ რას დიხარ? ყველა დამცილის. ზოგი გიჟადაც მტრის. მორჩა არავის აღარ ვამთხილებ. სწორი. უსაქმურები ხომ არა ვართ, არა? დავდივართ მთელი დღე მშივრები. სისულელია მოიკლას აგურის თავში ჩარდა. მოდი ახლა კაფეში ავიდეთ, საღამოს კი კაი კალათბურთი. არა, ტელეგრაფში უნდა მივიდე. ახლა ტელეგრაფით აპირებ გაფრთხილებას. შენ რა მართლა უსაქმური ხომ არ გონი ვარ, იქ მუშაობ. დაჯექი მიგება. არა, აქვია, ახლოს. ნახოთ. ნარი. მაჩვენე ბლოკნოტი. მოიკლას მუცელში დანის გაფრით. შენ ხმურობა გონია? შენ თქვი სისულელიაო. მე ვთქვი? არა მე. იქნების ხალხი არც გვინახავს, ვისაც მოკლას უპირებენ. თანაც ყველა რო დამცილის. მე რა რომ დაგცინის. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ბავშვი მე დამცინო. გიჟადაც ჩამთვალო. შენ როგორც გინდა. მე კი ამ საქმეს ასე არ დავტოვე. იცოდე არაფერი გულის გადეხა. ახალი თმა. ხო? ახლა ხო დარწმუნდით. დიახ. შემდეგი სეანსი ზეკ. Так. არა, სინდის გებიცებ, მეზობლისაგან, არა. აბა? კრიცინი. დამოყანე რა. დათვებზე რომ წავალ, სანადიროთ. მაშინ წაგიყვან. ცირა, რამდენჯერ გითხარი, გენაცვალე და გავიწყდა. არავის არ უწევს ეს ხალხი ანგარიშს. მომკლა ამ ჭიდების ჭყიპინა. ჭიკჭიკი და ჭყიპინი რომ დავდა, არ დგებოდი, გაფრთხობდებოდი და შვილებს ვეყოლიებდი. ისინი იჭიკჭიკებდნენ და იჭყიპინებდნენ კიდეც.
არ მithოვდნენ თუ? მოგდამდით. ბოდიში თქვენ გზანდებით საშა კანდელაკი. დიახ, კოსმეტიკოსი საშიკო კანდელაკი. ჩაყავი ფეხი. ჩემთან პირველად ხარ? დიახ. ძალიან კარგია რო დროზე იწყებ. დაჯექი ინძელი. ქალბატონო, იცით? დაჯექი. რაღაცა კანი არ მომწონს. არაფერს ხმარო? არა, არაფერს. იცით თქვენ მგონი? ვიცი, ისეთ განს გაგიხდი. ამ დღე მოგიტაცებენ ანღამი. გადაცებას მგონი თქვენ გიპირებენ, ქალბატონო. აი ნახეთ. რა არის ეს? წაიკითხეთ. სადა ხარ აქამდე? ცუდად გახდა, ვასულიერებდი. ზოგიერთებს მე მგონი ჩვენ თვითონ მოვიღეთ ბოლოს. კაცმა როსტყას ვის რა სჭირდება ჩემი სიკვდილი. რა შევწოდი ამისთან? თქვათ, ჩემი კრემი ცუდია და სახეს აჭკნობს. ამისთვის უნდა გამიტაცონ და გამაქრონ. სხვა რა ცოდვა მაქვს. სხვა არაფერი? გურამ, შენ ხომ არ მიპირებ რამეს? რისთვის? გაიხსენე. გაიხსენე. გურამ, ამ ოთახისთვის მუღუპავ, მეზობლები არ ვართ. იკარგებოდა და დროებით გავიფორმე. დედიას სოვნას გაფიცებ მაპატიე. გურამ. გურამ! ვაიმე. ჭკვიდან შეიშლება ადამიანი. გუმარով. არაფერს. დაბრძანეთ. ნუ წუხდებით. უკაცრავად თქვენ ბრძანდებით დავით ხუციშვილი.
დიახ. აი ნახეთ. მე ერთადერთი ბიძა ჩემი თუ მომკლავს. მის პაციენტებზე ხელობას რომ ვსწავლობ. როგორ? ექიმი არა ხარ? ვარ, ოღონდ თერაპევტი. თაში მონაწილებენ და ხომ იცი ყველაფერი უნდა შეგეძლოს. ვოსტატები. ბოდიში. როგორ იღებს? აი, არც გაგვიგია. ცოტა არ არის? ხელს ნუ შეუშლით ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას. ჩქარა თამარ, ჩქარა. გააჩერე. შოფერ. ძღოლო. გეთაყვა სადგურზე გვაგვიანდება. მე არაფერი არ შემიძლია, პატრონი ჩამოვა და სად არის პატრონი? აი ამ სახლში ავიდა 5 შვილებთან. 5 შვილები აქ აღარ არიან. აბა სად არის? ავღანისტანში წავიდა 2 წლით. ივანო. შუ. შუ. გააჩერე. ესეც ასე. ცოტა კი შეშინდა საწყალი, მაგრამ რაც შეიძლება და დავამშვიდე. ვინ დამშვიდე? აი ეს 5 შვილი. ასე მითხრა. უღრმესი მადლობაო. მადლობაც გადაგიხადა. უღრმესი. ჩვენ გონი კალაბურზედაც მოასწრე. შენ ყველა ასე გააფრთხილე? როგორ ასე? როგორ და ის კაცი შენ რომ ახლა გააფრთხილე, სხვათა შორის ავღანისტანშია წასული. ვა! ხოდა წადი ახლა კალაბურზე, როგორ მოუშენოდაც მოვახერხებ ყველაფერს. ანი.
აქ რასი ხარ? დაგეტილია. დარეკე? ვერ გავაგონი. ერთი წუთით. დათო გაგიჟდი? რამია, რამა? დიახ, სწორედ ასე ეწერა. გატაცება და უკვალოდ გაქრობა. თქვენ თვითონ ნახეთ, საკუთარი თვალით, გეფიცებით, რატომ არ გინდა დაიჯერა? მოქალაქე, დაწყნარდით, ნუ ღელავთ. ადვილი სათქმელია. ნუ ღელავთ. აბა თქვენ იყოთ ჩემს ადგილას. იქნება გაგეხუმრათ ვინმე. მე ხუმრა? კაი ხუმრობა მე და ჩემ აღმერთმა. კარგით ბატონო, გავარკვევთ. გააქვთ ვინმე ზეჭი? არა ბატონო. იქნებ დაუშავეთ ვინმე. როგორც ხედავთ, ტერის საერთო კი არა, ცალსაკეც არ ყოლია. ასე რომ შეგიძლიათ იქნებ ქალაქში ბანდა ტრიალებს. რა ბანდა? რა გარანტია, რომ აქედან ერთი 4 კაცი მოკლული არაა? ნუ ხვნით პანიკას. დაწყნარდით. ნუ ღელავთ. არავის არავინ არ მოუკლავს. აქ რაღაც გაუგებრობაა. თუ საჭირო იქნება, მივიღებთ ზომებს. ესაა თქვენი გაგზავნილი წერილი. აბა ბაჩვენეთ. აი ხო ხედავთ არ დაკარგულა. არ დაკარგულა. კიდევ გდებავთ რა? დიახ. და? ნებას უკან დაებრუნო ჩემი წერილი. როგორ დაიბრუნო? უბრალოდ. რას გაფსეს? როგორ იქცევით? თქვენ რა არიჩით რომ ჩვენ წერილებს უკან არ ვაბრუნებთ? როგორ? მე არა მაქვს უფლება უკან დაებრუნო ჩემი საკუთარი ხელნაწერი? რაღაცა პატარა ამბავი მქონდა მისახარებელი. წერა მაინდა მაინც არ მეხერხება. ვიფიქრე პირადად ვეწყვი მეთქი ადამიანს. როგორ?
მე არა მაქვს ამის უფლება. არა გაქვს. თქვენ რა მართმევთ მე ამ უფლებას? დაფშიდით, დუღელავთ. ინებეთ. მადლობთ. მოიცათ. გამოგზავნის გვარი არ აწერია. არ აწერია? აი ნახეთ. არ აწერია. დამიწყებია? დაგვიწყებია. მომეც და ხოლმე მივაწერ. ой, ასე არ შეიძლება. აბა რა ვქნა მე? წესია ასეთი. წესი. ამიხსენით საწერი ეგ თქვენი ბრძნული წესი. აი. მადლობთ. რა მოხდა? პირადად ახარეთ რაც საქმეა და დაბასობაში წერილის მიუვა. შეიძლება თქვენ სწორიც ახარეთ. ნახვამდის. უკაცრავად. ქალიშვილო, ერთი წუთით წერილი დაკარგა ვიღაცა. დიახ, ჩვენი უბნისაა. ის კუდი მომაწოდეთ. გარის? კუდი 5 მანეთი. ჩაკუდი? 420 მოტოციკლეტიანად. მოტოციკლოთ? არ იყიდება. თუ შეიძლება. მედი არ უნდა ყველაფერს. გმადლობ. მოტოციკლეტად გამოვიწერეთ. წაიღეთ. არა, შეწუხდებით. სალაროში გადაიხადეთ. არ მინდა რა შემაცივთ. გაწუხებთ? ცოტა. ალო, შემიერთე განაცვალე 2:45-90. ხო. გისმენ. ალო? ნინიკო ხარ? ალო? მოიცერწევთ? ალო? ნინიკო? ალო? დათიკო არ, შენი დათიკო. როგორ ახარ სიყვარულო? ბავშვი ხომა სტამბოლის კაჟივით. დიდი ალბათ უკვე. ენაცვალოს მამამის. ცოტა ნაწყელი კი იქნებით ჩემზე ამ ბოლო დროს ვერ მოგხედეთ. ალო.
ბოდიში მე საშაკამდელაკი მინდა. მე საშაკამდელაკი ვარ, მისი სეხნია. ბატონ საშას უბედურება შეეძლო. მოკლეს? რა იყო? როგორ იყო? რა მოვიდა, მაგ საწოდავს? იმ ფაქტი დაემართა. ეგ რა უბედური შემთხვევაა. გაჩენ. სახლში ხომ არ მობრძანდებით, დედასაში? სახლში. მობრძანდით. გაბრძანდით. მადლობა. გოგონია ნუ გამირბი, ნუ გამომწიდანით ხელსო, ნები თუ არ გამომყვები საქმეს ვიზავს აშინელსო და სანადიროთ იყავი? რა მოგალი? ცოცხლად დაგვინებო. გზა გაფუჭებ. ისე ჩუმად გაკიტაცებ, ვერ მინდა გადევნოს თვალი, დევარმა დამალზე ბარბალე, ვეღარ ნახო შენი კვალი და ულალალა, მოდელია ულალალა. გააჩერებ! რა დაგემართათ, ქალბატონო საშა? რა დაგემართათ, დედასაში? არაფერია, ფეხით გავისეირდება. ვინ იყო წუხელის ბათქაბუთქით რომ მოგაცივა? შემთხვევით გავიცან, მოტოციკლისტი. გოგოებმა შემოგითვალეს, შემთხვევით ტანკისტი რომ გაიცნო. მაინცა და მაინც კარებამდე ნუ მოაცილებინებ თავს. უსკივაძეს და ხუციშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. კანდელაკს ერთად მოუხერხოთ რამე. გამოვდივარ ხვალ დამხვდი ჭუმბაძე. თქვენ კი არ გჯეროდათ. მართალია ეს ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ტოლსტოის ასოცი. წავედით. წავედით. რა მოხდა? რაშია საქმე? ვინ გნებავთ? ჭუმბაძე მინდა. ჭუმბაძე არ გახვალ. სად არის? ალბათ სადგურში გადრაში მიდიოდა. აჰა, გასაგებია. ვიფიქრეთ, ეხლა სადღაც აგვივანეთ. ალბათ იგრძნო საფრთხე. ის კუპა და თვალსა და ხელში ვაგაგვიქ. ვაი, თვე გლახება. მერე რას აკეთებდით? სამი ფიშტოიანი ყაზარი. იმათ ჩიტებს დაუწყეს, დევნო. მე კი ბოლოს აი. ეს შევრჩა ხელში, ა? ვაიმე, რა მოგივიდა დედასაში? რა დაგემართეთ, ქალბატონო საში? მოგწან. თოკი. სარეცხის თოკი მინდოდა. შედათ ხომ არა ხართ? რაღაცა გული ამიფრიალდა. ალბათ მანქანაში ცუდად გახდით, არა? რას იზამწლებს თავისი მიაქვს. საწყალი გურამის ბებიაც ასე უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მერე რა ტყბილი ქალი იყო, რა მეზობლობა ჰქონდა. მახსოვს. ჩემ ხელში დალია სული უმუბედურმა. შენ მაშინ ცირა ამ ოჯახში არც კი იყავი შემოსული. გურამი საბჭოთა არმიის რიგებში იყო. მე ვიყავი ერთადერთი ჭირის სუფალი. დალია. გადამიარა. ჩიკ.
დიდი უსამართლობა აბნელ ოთახში რომ იკუჭებთ თვალებს. რას იზამთ, რიქს ველოდები? ეს როდის იქნება ჩემო ცირა? მალე ყველაფერი მოგვარდება. მოდით ასე რომ ვქნათ, გვერდითი ოთახი რომ დაგითმოთ. ნეტა რაში მჭირდება სამი ოთახი, იმ ადალაგებას ვერ აუდივარ. თქვენ ალბათ ფული? ფული? არა გწვენია ცირა. კაცმა რომ კაცი კეთე გაუკეთოს, არ შეიძლება. Зайди ко мне, дорогая. საუკუნის ქართველი მეომარი. ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვის პერანგს. რა თქმა უნდა, ატომის ეპოქაში ცოტა მოძველებულად გამოიყურება. იგი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ საიმედოდ იცავს ადამიანს შუბის, ხმლის, ხანჯლის და სხვა ცივი იარაღის დარტყმისაგან. აქეთ მოგძანდით. ჩარდი მეთქი. ხალები მაღლა. ავტომატის ჯერით მოცელილი ეფრეიტორი უსულოდ დაეცა. გადაცემა ბავშვებისათვის დამთავრებულია. სადაც რო თანხა გაიცემა აგრეთვე აფეთქების, ჩამოზვავების, ცეცხლისაგან დაწვის, მეხის დაცემის, მოყინვის, ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, როგორ? ბოროტგანზრახველთა თავდასხმის, ცხოველთა თავდასხმის, უეცარი მოწამვლის, გარდა ალკოჰოლით მოწამვლისა, რაც მთავარია სიკვდილის შემთხვევაში. დაუშვათ ვერ მომკლეს? მაშინ თავდასხმა და მკვლელობა ღმერთმა გაშოროთ, მაგრამ ისე როგორ გაგიწყრებათ ღმერთი, ან ხელი არ მოგტყდეთ, ან ფეხი. მაინც მიიღებთ თანხას. ისე მაინც სიკვდილის შემთხვევაში ვის უტოვებთ? არავინ ამყავს ობოლი ვარ. მას რა უყოთ თანხას? ძეგლი დამიდგით, ვითომ ვდირიჟორო. ერთი წუთით მეგობარო. აქეთ მოდი. აიან. რამე რომ იყოს ეს ზაღლი ერთ ორ კაცს ვერ მოერევა? ორ კაცს? 4 მაძლებს დავიჭირეთ. მაშინ. 4? აუ. ესეთი ზაღლი მომცა? დამითმეთ რა. არ შეიძლება. აწანწალა. მერე ამისათვის წყარი უნდა გააგრო. არ გეწოდება? რა ზიზა? დამითმე შვილით მოვიდა. ნება არა მაქვს.
ამ გიგანტური მაგნიტის დანიშნულება მიაწოდოს ეს უარგისი ჟანგიანი ჯარქი ღუმელს, სადაც ის განიცდის თვისობრივ ცვლილებას. აიცა ხიზმა ხარ ხუთი რეისი უნდა მოასწრო. გაჩერდი ბიჭო. გაჩერდი. ყოფას კიდირებ. გაჩერდი. თან დიაგური. რა კიდე კაცო? თან დიაგური ძირს. თან. რა კიდე კაცო? მილიცია. მილიცია. რამბავია, რა მილიცია? დაწნადი. დაწნადი. მოგვასდიდირებს. დაწნადი. ბატონო. რა დაგიშავე ამ ხარ? რაშია საქმე ვალი? რა ვიცი კაცო, ამ კაცს პირველად ხედავ. სლოი. დაგინათ ამ კაცს. გიჟია ვიღა. კაიბარა. გამარგვიოთ რაშია. გამიშვი. რაშია საქმე? ეს კაცი დილიდან დაბდებს მოსაგრავს. ეშლება თამხანაგო. არა. ეს კაცი დილიდან ამ მშენებლობაზე მუშაობს. გასაგებია? აისო ბავშვი. შეგეშალათ. დამიჭირე. დაიშალეთ. დამიჭირე. კაცი არა ხარ კაცი. შედი შემდგომარეობაში გესმის? ჰა? ჩემზე უკეთეს ვის? რა გინდა ძმო, თავი დამანებე. შენს მადლობას გეტყვიან და მის მოისვენე. დამიჭე? რა შამაცი ძმო? აფერისტი ვარ. მერე? პარაზიტი. წარსულის გათხოვაშტი. უნდა დამიჭირო. პროკურატურას მიმართე. ხა? მაშინ? დიახ. გადავალ და მაღაზიის ვიტინებს შავამტრებ. გადახვალ? ჰა? გადადი და თავი დამანებე. დიახ. კიდევ რა? მოიწი. მაგასაც გაპატი. დიახ, დიახ. მე-20 საუკუნის ახალგაზრდა შედის მუზეუმში. ერთადერთ პერანგს ხდის ძველ ქართველ მეომარს და თანაც ყოფნის თავხედობა დაგვიმალოს, რატომ ჩაიდინა ეს? რა ვქნა ბატონო რა? კლეპტომანია მჭირს. კლეპტომანია? რატომ არ გინდა დაიჯერო? აგერა დღესაც. დანაჩანგალი სასადილოდან გამომყოლი. კლეპტომანია. კლეპტომანია კი არა, აი მომიპარავს ბატონო. დროებით წავიღე. თავდაცვის მიზნით. ახლა თავდაცვის მიზნით. მოიწვიეთ. ცოლების ნათესავები დამზდებენ მოსაკლად. ვისი ცოლების? ჩემი ცოლები. ამავე დროს რაღაც უყურადღებოდ დამჩნე. და მეხმარეთ გამოვისყიდო დანაშაული, მივხედო ბავშვებს. ბოლოს და ბოლოს ჯერ სულ ნორჩი ვარ. მომეცით იმისი უფლება, რომ უფლება კი არა. გადაგცემ მილიციას. ნუ გადამცემ. ნუ დამღუპავ. დუში. გთხოვთ მეგობრებო. ეს სიმკეთის ნაბიჯი გაუმარჯოს, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა საშიკომ მაშა სადამე ამ ნორჩების საკეთილდღეოდ გადადგა. გამოვიდა. რა მაიძულა იგი დაებრუნებინა ამ გვრიტებისათვის ჩვენი გურამის აც განსვენებული ბებიას ოთახი. რამ გადაადგმევინა მასეს ნაბიჯი? ფულმა? არა. მუქარამ? არა. მაშრამ? მხოლოდ და მხოლოდ მისმა სინდისმა და ნამუსმა.
ჰაერი მიიღეს, ჰაერი. ისე წერილია ანონიმური. ასეთ უსმენოს და გამოყრუებულს რა გემღერება და გელოდბარება. იმ ჯოხს გუნდს რომ უკნებ წინ, თავში უნდა იცემდე. არ უნდა მოკლა ამის დამწერი? ნუ მომკლავთ! ნუ მომკლავთ! შემაცინეს. მეუღლებოდან ლოტარობისათვის ხარ, დაბადებულიო. ჩემ ცოლზედაც შენ წერდი წერილებს? კი, ჩემოდათიკო. რა იყო, პატარა წინწაწევა მინდოდა ცხოვრებაში. დააგავეთ? დააგავეთ. ეგ არა უფროსო, აი ის. ჭუმბაძე? ელეონორა სპირიდონა ჭუმბაძე. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 5 წუთი. არა, იქნებ თქვენ გონიათ რომ მე აქ დარჩენას ვაპირებ, ა? გაგრაში მიდიოდი? გაგრაში მივდივარ. მიდიხარ. მივდივარ. თქვენ გაგზავნეთ ეს დეპეშა? მე გავგზავნე. მე რა მოხდა? ხუსკივაძეს და ხუთიშვილს დღეს მოუღებთ ბოლოს. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ეს ჩემი პირადი საქმეა. მატარებლის გასვლამდე დარჩა მხოლოდ 3 წუთი. ხუთიშვილი მოიკლას მუცელში დანის გაყრით. ხუსკივაძე კი აგურის თავში ჩემი გეგმა. საიდან? ჩვენ არაფერი გამოგვეპარება. დიახ. აქტი 1965 წლის აი, ზოგჯერ თქვენ ცდები. თქვენ გონიათ ხუთიშვილს მართლა დანით მოკლავენ? არა. მას ხუთში ჩადებენ და საცირკო ატრაქციონის დროს შუაზე გადახერხავენ. ხუთიშვილი ტირის, ყვირის, ხალხი იცის, ხუმრობა გონია. ხუთიშვილი ყვირის, ტირის. აი, რა განვიცადა. მუშაობდი და ვტიროდი, კარგად კი გამომივიდა. ვინა ხარ თქვენ? აი. ამას მალე გაიგებს საზოგადოება. პოეტს ნაჩით. პოეტს ნაჩით. ой, ჩემი მატარებელი წავიდა. ნერკო ჩემ როგორ იღელვებს. ვინ? ჩემი თანაავტორი. რა ვქნა, რა უყო. ტყუილად დამხდება სადგურში. ნუ ღელავთ. 2 საათში სხვა მატარებელი გადის და იმას გაგაყოლებთ. როგორ? 2 საათში. დიახ, 2 საათში. რას ვისამ? დავიწყო დროს ნუ ღარ დავკარგავთ. ს ჭუმბაძე მკმულაძე. და კარგული ცხედარი. რომანი. თავი პირველი. მიზანსაც თენილმა ტყვიამ ღამის სიბნელე გაჰკვეთა და მრავალსართულიან სახლებს იქით დაეშვა. და როდესაც 2 ათრთოლებული ლანდი საკმაოდ მიუახლოვდა ერთმანეთს, მათ შორის ვაჟმა იდუმალებითა და ვნებით, გაბოროტებით ახსავსეთ თვალები მიაპყრო ბიჭუნს. ქალი მიუხვდა ვაჟს სპოროდ განზრახვას, განწირულს, საწოწარკვეთილებითა და მოზღვავებული გრძნობით აღმოხდა შეზდეკ ბოროტო. ოჩახ. რასულელი მთელი ქალაქი ავაფორი აქ. შემიბრალეთ, ოჯახებს ნუ დამიოვლებთ. შემიცოდეთ, ხომ ხედავთ აგერ მუხლებზე ვდგავარ კაც? უხლებზე და კოდექსებზე სასამართლოში ლაპარაკი. ხალხი არა ხართ, საჯაროდ ვდებ პირობას. დღესვე გავაფორმებ ალიმენტზე. გისმენთ? დავით ხუთიშვილს ხოვეთ? თქვენ გთხოვენ, ვაჟ ბატონო. ვინა? ვინ იქნება? ქალია. არ მინდა. დღესვე გავაფორმებ ალიმენტებს. დღესვე. ვინა, ნეტავე.
გისმენთ ბატონო. დავით ხუთიშვილი ბრძანდებით? დიახ, მე გახლავართ. იცით რა, ის ბლოკნოტი ვიღაც მწერლის აღმოჩნდა. რომანის გეგმა ყოფილა. გმადლობ. მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ საშიკოს კეთილშობილ გულს უნდა უმადოდეს ეს ორი. გამომჭრიდანი დღელსო. მე თუ არ გამომყვები საქმეთა კონსტიტუციაში. მაშა სადამე. მე ვარ. ისე უცებგაკიტაზე. ვერ მინდა გადემნოსვარი. Sabarmada bende barma ver vinver na khosheni qarida he una la la odelia una la la he una la la Otaxi da vibrulებს ამხანაგო სად არის ამონტო აქა ვარ. პიტი. რას უთქახა? მოგიდეხე. თქვენ კითხულობენ. შეჩერდით? მე ვარ. ტყვილი გამოდგა? როგორ თუ ტყვილი? გამარჯობა. როგორ ახარ? ჩემზე ნუღარი დადე. დიდი ხვეწნი დავითანხმე. და პასპორტი შევაპარე. უთხარი აფერისტი ვარ, პარაზიტი. წარსულის გადმონაშთი ხალხს ვატყვეფეთქი და დამიჯერა. ხო და ცალკე კამერას პიზდება. მე მგონი არ მომატყვის. კარგად იღავით, კარგად. მილიცია კვირი არ იცის. გამოდი. აცი ყველას თავში ყვა უხლია.